როგორია ქვეყანაში მედია გარემო თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ დღეს დისკუსია მოაწყო. განხილვის თემა ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე მოვლენები იყო, მათ შორის იგულისხმება სხვადასხვა არხზე პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, შეხვედრის მიზანი მედიას სივრცეში მიმდინარე პროცესებზე დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება. შეხვედრას სხვადასხვა მედია საშუალების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა დისკუსიაზე არ იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, რომელიც განმარტავს, რომ შეხვედრაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღიათ. საუბარი იყო იმაზე, რომ დაინტერესებული შეიძლება იყოს სახელმწიფო, იმით რომ კონკრეტული მედია საშუალება არ იყოს ისეთი აქტიური, როგორიც ის არის, ასევე ის რომ კონკრეტული ჟურნალისტები არ იყვნენ კონკრეტულ თოქ-შოუებში, ესეც შესაძლებელია იყოს თვითონ სახელმწიფოს ინტერესი, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. დაისვა მათგან შეკითხვები და ასე რბილად რომ თქვა, ძალიან გაკვირვებულები არიან მიმდინარე პროცესებით. განსაკუთრებით ვერ გაიგეს ის თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემს გადაცემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის რომ ამ თემაზე არავინ არ საუბრობს თანამშრომელთან და უბრალოდ არ თვლიან თავს ვალდებულად, ის რომ აქ არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, ეს უკვე რაღაცებს მეტყველებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე მაუწყებლობის დარგში არ იმყოფებიან საქართველოში, თუმცა გარდა ამისა საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალურად არ მოსვლია შეტყობინება ღონისძიების შესახებ, ჩვენც მედიიდან შევიტყვეთ ამის შესახებ და ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, როცა მასზე იყო საუბარი და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე არ იმყოფებოდა ჩვენი წარმომადგენელი. რაც შეეხება ახალ სეზონს, 5 ოქტომბრიდან უკვე დაიწყება ახალი გადაცემები, თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ კიდევ უფრო მეტ ახალ პროექტს, მათ შორის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ნაწილს.